ესე იგი ჩვენ კურსს ქვია გეომეტრია და ჯგუფები. სინამდვილეში უნდა იყოს გეომეტრიები და ჯგუფები. ახლა ორი კითხვა არის, ერთი რატომ გეომეტრიები და მეორე ჯგუფი რა არის საერთოდ? ხო, ჯგუფი ჩვენ ვისწავლეთ, როცა ალგებრა გავიარეთ, მაგრამ ეს ვისწავლეთ გაკვირვით და შეიძლება დაგავიწყოთ კიდეც განმარტება. დავიწყოთ პირველი ნაწილიდან, რომ რატო ქვია ამას, რატომ უნდა იყოს გეომეტრიები და არა გეომეტრია და ჯგუფები. აი ხო ნახეთ, შაფარევიჩისა და ნიკულინის წიგნის სათაური იყო გეომეტრიები და ჯგუფები. ესე იგი, აქედან გამოდის, რომ უნდა არსებობდეს ერთზე მეტი გეომეტრია. ეხლა, ვინმე თქვენთვის რო წაიკითხა ასეთი კურსი ფილოსოფიები, არ გაგიკვირდებოდათ, იმიტომ რომ ფილოსოფია ბევრია, იცით ხო? უამრავი ფილოსოფიური მიმდინარეობა არსებობს. და ამიტომ ისიც არ უნდა გაგიკვირდეს თითქოს ერთი შეხედვით, რომ გეომეტრია არის რამდენიმე. მაგრამ რადგან არის ხა მაგრამ საქმეშია რომ ჩვენ ვიცით რომ ფილოსოფია ისეთი მეცნიერებაა თუ საერთოდ არის მეცნიერება რომ იქეთი და იგივე დასვნის ესე იგი სხვადასხვა დასვნის გაკეთება სავსებით რეალურია ერთი ამტკიცებს ერთი არის მეორე არის ამას ერთი არსებობს და ასე შემდეგ ბევრი ესე იგი ფილოსოფიაში ფაქტობრივად რომელიც ესე იგი ეს ფილოსოფია რომელიც იმისათვის არის შექმნილი რომ ჭეშმარიტებას ეძებდა ჭეშმარიტებას მომდევნოს თუნდაც იმაზე რომ მოიგებ ყველა თავისას ლაბარაკობს ხო და ამიტომ აქ რომელი ასწორია რომელი არა გაიგებია საერთოდ და გეომეტრიაში სხვანაირად არის საქმე იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ გეომეტრია აღწევს სამყაროს რადგან სამყარო ერთია მაშინ გეომეტრიაც ერთი უნდა იყოს ხო რატომ არის მაშინ გეომეტრიები ეხლა გეომეტრია ჩვენ შეიძლება შევხედოთ ორნაირად. ერთი როგორც აქამდე ლაპარაკობთ, ანუ სამყაროს აღწერას. ამ შემთხვევაში გეომეტრია გვევლინება როგორც ფიზიკა. თუ სამყაროს აღწერა გინდა, ეს არ არის გეომეტრია, ეს არის ფიზიკა. ყოველ შემთხვევაში მათემატიკური დისციპლინა არა. ამიტომ ესე იგი, ამ თვალსაზრისით თუ შენ გეომეტრიას ფუნქციას დაუტოვებ მხოლოდ რომ ის იყოს სამყაროს აღწერა, რა, ეს იქნება ფიზიკა. ანუ გეომეტრია როგორც ფიზიკა. მაგრამ არის კიდე სხვა შეხედულება, გეომეტრია როგორც მათემატიკა. რას ნიშნავს გეომეტრია როგორც მათემატიკა? ეს ნიშნავს, რომ ამბობ ჩვენ არ გვაინტერესებს. გეომეტრია აღწევს სამყაროს თუ არ აღწევს. აი მაგალითად არის მათემატიკაში ბევრი დარგი, აი ჰომოლოგიური ალგებრა, კატეგორია, რომელშიც ესე ვთქვათ, სპეციალისტი ვარ შედარებით. ხო? ის ერთი შეხედვით აბსოლუტურად არაფერ კავშირი არ აქვს აგვაროსთან. თუმცა როგორც მე მითხრეს აღმოჩნდა რომ არის ესეთი სამყაროს აღწერის მოდელი ფიზიკური გეოჰიპოთეტური არის, არ არის მიღებული, მაგრამ ეს ჰიპოთეზა არის და სერიოზული. ეს მოდელი თulis რომ სამყარო არის არა სამგანზომილებიანი, არამედ 11 განზომილებიანი და დანარჩენი 8 განზომილება ძალიან პატარაა და ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ. იგივე მაგრამ იმ პატარა განზომილებები ზუსტად ახასიათებენ აი ამ ჰომოლოგიური ჯგუფების საშუალებით. სხვადასხვა სახასიათთან მოიტანა და წელს ორი კავშირმა გასცა ორი გრანტი, ერთი გრანტი იყო ადამიანის თulis მოდელირება კომპიუტერის საშუალებით მეორე გრანტი იყო გრაფენის სამრეწველო წარმოების შექმნა. თითოეული გრანტი იყო მილიარდი ევრო. უჯარმაზარი გრანტი გაიცა. ხა პირველი საკითხი ცხადია, ხო რა არის, ესე იგი პირველი ადამიანის თulis მოდელირება, ნუ მეტნაკლებად ცხადია კომპიუტერზე. ეს ფაქტობრივად რაღაცად ხელოვნური ინტელექტის შექმნას ნიშნავს. დავიწყოთ თავის ამდენი შესაძლებელია თუ არა, ნუ ყოველთვის ევროკავშირში ჩემზე ნაკლებად თქვენი ხალხი არის და ეს მილიარდი ევრო მისცეს იმ ხალხს. თუ გაიგებთ. მეორე კი გრაფენი, რა არის გრაფენი? გრაფენი არის გრაფიტი, ანუ ნახშირბადის ფურცელი, რომლის სისქე არის 1 ატომი. ესე იგი ეს ფაქტობრივად არის სიფრთხე. ჩვენ რაც ვთქვათ, აი ჩვენ სიფრთხეა, ხო თითქოს ეს, მაგრამ რა არის ამის სისქე, მეხის სისქე არის
უამრავი ატომია და ეს არის ესე იგი მინო ეს გემრიელი ჯგუფები ესე იგი სისქე არის ერთი ატომი ხა თქვენ თუ ნახავთ როცა შეხვდათ არგულში მე გამოგიგზავნეთ წუხებგვიან მისამართი სადაც წერია რომ ამ მისამართი არის წიგნი და ფილმი რომელსაც ქვია ბრწყევი ქვეყანა ეს ბრწყევი ქვეყანა ფლეტლიან ბიბლიურად ეს წიგნი 19 საუკუნეში 1880 წელს დაახლოებით დაწერა ებოთ იყო ესეთი მწერალი რომ მათემატიკოსიც იყო და ეს ეხება წარმოსახვით ქვეყანას სადაც ადამიანები ცხოვრობენ სიფრთხილეზე და სამგანზომილებიან სივრცეში ასვლა არ შეუძლია ვერდრიბო ეს სიფრთხილე არის სამგანზომილებიან სივრცეში ხოდა აი ეს გრაფენი არის ზუსტად ის რასაც წერდა ის არის სიფრთხილე ფიზიკურ სივრცეში ფიზიკის სიფრთხილეს რა აქვს ორი განზომილება მაგრამ ამას მესამე განზომილება ერთი ატომი აქვს ამიტომ ამ მესამე განზომილების შემჩნევა ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელია შეუარაღებული თვალით ვიქრო შენ აცხოვრო ვიღაცა ამაზე რა ამ სიფრთხილეზე ის ამ მესამე განზომილებას ვერ დაინახავს ხო ამას გავაგზავნოთ ამას ბევრი განზომილება შეიძლება მოვიძებნოთ ხო ესე იგი დაიბრუნდეთ მათემატიკას, ისე გეომეტრიას, როგორც მათემატიკურ მეცნიერებას. და ბოლომდე ჩვენ იმ გეომეტრიას, რომელსაც სწავლობთ, ეძახოდით ევკლიდეს გეომეტრიას. ევკლიდი ცხოვრობდა დაახლოებით 2500 წლის წინ. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა პირველმა შემოიღო აქსიომატური მეთოდი მათემატიკაში და მიზნად დაისახა, რომ აი ეს რაღაცა აქსიომებს თუ ჩამოწერდა დანარჩენი ყველა დებულება გეომეტრიისა მიიღო ამ აქსიომებიდან ლოგიკური რჩევების საშუალებით ამის მერე ევკლიდეს ეს მეთოდი სხვა მეცნიერებებმაც გადაიღეს მათ შორის ფილოსოფიამაც კი მაგრამ აღმოჩნდა რომ ასეთი მეთოდი მხოლოდ მათემატიკაში მუშაობს ფიზიკაში მაგალითად რომელიც მათემატიკის შემდეგ ყველაზე უფრო მარტივი მეცნიერება ყველაზე მარტივი მეცნიერება არის მათემატიკა. იმიტომ რომ მათემატიკის სკოლის საგანი ყველაზე მარტივია მათემატიკა იკვლევს რიცხვებს და ფიგურებს ამაზე მარტივი არაფერი არ არის. დანარჩენი ფიზიკური ობიექტები არა შეიცავენ ამ რიცხვებსაც ფიგურებსაც ამიტომ ფიზიკის სკოლის ობიექტი უფრო რთულია შედეგი უფრო რთულია ქიმიის სკოლის ობიექტი და ასე შემდეგ ხო ამიტომ მათემატიკა ყველაზე მარტივი მეცნიერებაა, მაგრამ სამგებლოდ ყველაზე უფრო ღრმადარი შესწავლილი. ხო და ესე იგი ეს ევკლიდემ ჩამოწერა აქსიომები, ერთ-ერთი აქსიომა იყო შემდეგი, რომ თუ მოწმულია წერტილი და ამ წერტილის გარეშე აღებული წერტილი, მაშინ ამ წერტილზე შეიძლება გავავლოთ ერთადერთი წერტილი, რომელიც საწყისის პარალელურია. ამას ქვია ევკლიდეს პარალელობის აქსიომა. თვითონ ევკლიდეს სიგში, რომელსაც საწყისები ქვია. ეს აქსიომა თავდაპირველად მოყვანილ აქსიომებთან ერთად არ არის დაფიქსირებული. არამედ როგორც რაღაც აქსიომებია, ევკლიდეს გამოყავს აქედან შედეგები და მე ამ აქსიომას ამატებს და მე კიდე შედეგები გამოყავს. და როდესაც გაიცნენ შედეგი ევკლიდეს ამ ნაწარმოებს საწყისებს, რა მათემატიკოსები დაფიქრდნენ, ალბათ ევკლიდეს ეგონაო, რომ ეს პარალელობის აქსიომა სხვა აქსიომებიდან გამოდის და ამიტომ ეს თვითონ აქსიომა არ არის. და ალბათ ესე ევკლიდემ ცადა დამტკიცება ამ აქსიომებისა სხვა აქსიომებიდან და რეალ გამოვიდა ჩათვალა მეორე აქსიომა. და დაიწყეს მათემატიკოსებმა მისი მტკიცება, რომ ეს ევკლიდეს პარალელობის აქსიომა გამოიყენებს სხვა აქსიომებიდან. დაახლოებით 2000 წელი ამტკიცებდნენ. და ესე იგი ვინც იყო მაშინ ცნობილი მათემატიკოსი, ყველა სწავლობდა, ყველა მიგრალუსობდა ალბათ. ნუ დამტკიცებინა ევკლიდეს პარალელობის აქსიომა გამოიყენოს სხვა აქსიომებიდან, მაშინ ზოგი აქსიომა აღარ იქნებოდა. არაფერი არ გამოიყენებოდა.
და რა აღმოჩნდა? მე-19 საუკუნეში გაუსმა დაამტკიცა, რომ ეუკლიდეს პარალელობის აქსიომა მართლა აქსიომაა და ის არ შეიძლება გამოიყვანოს სხვა აქსიომებიდან. და ამავე დროს მან დაამტკიცა, რომ თუ შენ ეუკლიდეს პარალელობის აქსიომას შეცვლი მისი საპირისპიროთი, მაგალითად ასეთი აქსიომი, რომ თუ მოცემული გვაქვს წრფე და მის გარეშე ნაგებული წერტილი, არ არსებობს წრფე, რომელიც საწყისით პარალელურია. ამგვარად შეცვლი, რომ თუ მოცემული გვაქვს წრფე და მის გარეშე აგებული წერტილი, არა, მაშინ იქ შეიძლება გააბოლო მოცემული წრფის პარალელური უამრავი წრფე. არა, გაუსმა დაამტკიცა, რომ არც ერთი ეს დებულება არ ეწინააღმდეგება სხვა აქსიომებს. ანუ შენ თუ აიღებ ეუკლიდეს სხვა აქსიომებს და მიუმატებ ეუკლიდეს პარალელობის აქსიომას, მიიღებ თეორიას, რომელიც ხომიერებ რაღაც თეორიას. მერე შენ თუ მიუმატებ იმას ეუკლიდეს პარალელობის აქსიომის მაგივრად, იმ აქსიომას, რომ წრფის გარეშე აღებულ წერტილზე რომ ნებისმიერი წრფე გადაკვეთს ამას, ანუ არც ერთი პარალელური წრფე არსებობს. მიიღებ მეორე თეორიას. მერე ვიმატებ ასეთ რამეს, რომ წრფის გარეშე აღებულ წერტილზე მოცემული წრფის პარალელური უამრავი წრფე გაივლის, აი დამტკიცდა, რომ ყველა ეს სამივე თეორია არის ერთნაირად სწორი. ანუ თუ ერთი არ არის სწორი, მეორეც არ არის სწორი და პირიქით. და ჩვენ თუ თვლით, რომ ეს ეუკლიდეს გეომეტრია სწორია, მაშინ იქიდან უნდა გამოდის, რომ ყველა დანარჩენი არის სწორი. ანუ ესე იგი მიიღეს სამი გეომეტრია, მაგრამ როგორც მათემატიკური თეორია. ესე იგი აი ეს რაც გააკეთა, ეს გაუსმა რაც გააკეთა რა, ეს მხოლოდ მათემატიკური გეომეტრია როგორც მათემატიკა და არა როგორც ფიზიკა. იმიტომ რომ გაუსი თვლიდა, რომ სამყარო აღიწერება ეუკლიდეს გეომეტრიით, მაგრამ დანარჩენი გეომეტრიები ეს როგორც მათემატიკისათვის რაღაცა ექსტრავაგანტული თეორია, რომელიც საინტერესოა, მაგრამ იმას არაფერი კავშირი არ აქვს სამყაროსთან. მაგრამ ეს იმდენად მოლოდინელი იყო, რომ გაუსმა არ გამოაქვეყნა, დამცინებელო. მე არ მოსწონდა ჩეხი მათემატიკოსი ბერია, რომელმაც იმის ახალგაზრდა იყო, მას არ უმაღლიერება დასრულებული პრობლემა გამოაქვეყნა და გაუსმიწერა ძელი, და გაუსმა მოძებნა ეჩემდე დიდი ხანი ცნობილი და მაგრამ მე ასად არ ვამბობ, იმიტომ რომ დამცინებელო სიცხვილეა, დიდი მათემატიკოსი იყო გაუსი და არ იგებდა, რომ ხალხის დასაცემი როგორია. მე აი ბერიასთან ერთად იგივე ცოტა დაახლოებით, მაგრამ პროფესორი შედეგი მიიღო რუსმა მათემატიკოსმა ლობაჩევსკიმ. ამას გამოაქვეყნა. და ბოლოს აი მე-19 საუკუნის ბოლოს ასეთი სურათი შეიქმნა, რომ მათ გეომეტრიაში არსებობს ეუკლიდეს პარალელობის აქსიომა, ამის გარდა შეიძლება ის შეცვლოს თავისი საწინააღმდეგოდ და მივიღებთ ჩვენ ისეთ გეომეტრიას, რომელიც იმდენად ჭეშმარიტია მათემატიკური თვალსაზრისით, როგორც ეუკლიდეს გეომეტრია. ეხლა ჩვენ ესეთი საკითხის ცოტა განვიხილოთ დაახლოებით, რომ რას ნიშნავს მათემატიკური თეორიის ჭეშმარიტება. და ჯერჯერობით ესეთი საკითხი, ფიზიკის ჭეშმარიტება რას ნიშნავს, რომ ფიზიკა სწორია. ეს ნიშნავს, რომ ის სწორად ასახავს იმ ექსპერიმენტულ შედეგებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ხო? და მათემატიკაში ესე არ არის. მათემატიკის ჭეშმარიტებას ვერ დაუკავშირებ სამყაროს ჭეშმარიტებას. იმიტომ რომ ეხლა რას ნიშნავს თქვა, რომ სამკუთხედი, ჭიაკუთხედი ჯამი არა, თუნდაც 180 გრადუსი. ნუ ყველაზე მაგია. სამკუთხედს როგორ არის სამყაროში? ყველა სამკუთხედი უნდა არის, ყველა კუთხედი უნდა გაზომო, ხო? ნუ არა, რაღაცა. ამიტომ მათემატიკის ჭეშმარიტება სხვა საკითხია და ეს პრინციპში არის ფილოსოფიური თვალსაზრისით გადაუწყვეტელი საკითხი. ისევე როგორც თქვა, რამდენიმე ფილოსოფია არსებობს ამ შეკითხვაზე, თქვა, რას ნიშნავს მათემატიკის ჭეშმარიტება? მათემატიკა, რაღაც სხვა საკითხები არის. სხვადასხვა კითხვები, პასუხები არის პლატონის ფიქრობდა, რომ ეს ნებისმიერ მათემატიკურ ობიექტს აი თქვა, აი სამკუთხედი ბუნებაში სამკუთხედს სულთა სახით ვერ ახედავთ, არა? არსებობს იდეების სამყარო, სადაც სამკუთხედი ცხოვრობს. ან წრფე ცხოვრობს. ან ერთიანი გინახავთ, სადაც ცალკე ერთი ადამიანი კი
ერთი მანქანა ან 10 მანქანა ცალკე 10-იანი გინახავთ დავინახავთ ხო ცალკე 10-იანი რაღაცას ის ყოველთვის დაკავშირებულია რაღაცასთან რა საგანთან აი ეს ამბობს რომ თქვა ცალკე იდეების სამყაროში არის და ამბობს ეს 10-იანი ეს პლატონის შეხედულება ეხლა გაზიარებულია ზოგიერთ კლუბებში ხო არის სხვა შეხედულებებიც მატერიალისტები სხვანაირად ფიქრობენ მატერიალისტები ფიქრობენ რომ ის მათემატიკა არის რაოდენობრივობის კატეგორიის ცნება ეს არის რაოდენობის კატეგორია მოდის დიალექტიკიდან დიალექტიკა კიდე მოდის არისტოტელედან არისტოტელემ იმის კონდა თუ რა ვიცი მე არისტოტელეს ვეღარ განავითარა დიალექტიკა ჰეგელიდან მე დიალექტიკა დავწერილია აი მაგალითად აი დიალექტიკის თვალსაზრისით ფიზიკას თავისი კანონები აქვს და ქიმიის კანონები არ შეიძლება ფიზიკის კანონებით აიწეროს იმას თუმცა ქიმიური ნივთიერებები ფიზიკის კანონებს ემორჩილებიან შემდეგ მოდის თქვა ცოცხალი ორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმები დიალექტიკის თვალსაზრისით ვერ აღიწერება ქიმიის კანონებით მას თავის კანონები აქვს განსაკუთრებული ახლა მაგალითად უდიდესი მოაზროვნეები ვინც არიან ალტერნატიული დასწრები თუ რა ფიზიკით შეიძლება ყველაფერი აიხსნას უფრო მეტი თუ არა მათემატიკით შეიძლება აიხსნას ყველაფერი პითაგორე ფიქრობდა რომ ეს საყოველთაო მათემატიკაა იგივეს დაიბრუნდნენ როცა შენ თუ ყველაფერი შეიძლება აიხსნას ფიზიკით ან მათემატიკით უკვე დიალექტიკას აღარ იზიარი იგივე ლაბორატორია იმას ფაქტორი სიგისაც თვლიდა სწორად არისტოტელე ასეთ ფიგურა სწორად ჰეგელი აღარ გაბოდ მატერიალისტები ზოგადად არსებობდა ეხაც არსებობს მატერიალისტური დიალექტიკა უბრალოდ ერთ დროს საბდაკავშირში დიალექტიკური მატერიალიზმი იყო გამარჯვებული იდეოლოგია ხო როგორც ახლა თქვა არის გამარჯვებული იდეოლოგია ლიბერალური დემოკრატია პოლიტიკურად გამარჯვებული ხო ადრე საქართველოში იყო პოლიტიკურად გამარჯვებული რომელი მათემატიკური ქრისტიანობა ქვეყნებში სხვაგან იყო პოლიტიკურად გამარჯვებული იდეოლოგია იყო არის და ეხაც არის მუსულმანობა ხო სხვაგან არის რაღაც ინდუიზმი და ასე შემდეგ ხო სერბებად გამარჯვებული იდეოლოგიას ამუშავებს ისტორია დრო ყველა ეს იდეოლოგია რომელიც ჩვენ თქვით იყო და დაიხო მე ახალი მოვიდა და ასე შემდეგ ამიტომ ხლა იდეოლოგიის სიმართლე და ჭეშმარიტება არის გამოდებული იმაზე ის ქვეყანაში გაბატონებულია და შეიძლება იყოს გაბატონებული და სწორი იყოს და შეიძლება ხო და ამ თვალსაზრისით ახლა მათემატიკაში ჭეშმარიტებაზე არის ფილოსოფიური საკითხი არის გადაუწყვეტელია სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და ყველა მოსაზრების ავტორი ცხადია თვითონ არის მართალი და სხვა არ არის მართალი მაგრამ არსებობს მათემატიკის ჭეშმარიტების სხვანაირი უკვე მათემატიკური განმარტება მათემატიკურ თეორიას დავაძახოთ ჭეშმარიტი თუ მისგან არ შეიძლება მივიღოთ ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი შედეგი. ანუ წარმოვიდგინოთ რომ გეომეტრია იყვნენ გეომეტრიის აქსიომებიდან მივიღოთ ჩვენ ასეთი ორი შედეგი. ასეთი შედეგი მივიღოთ რომ სამკუთხედი ჩიაკუთხედი ჯამია 180 გრადუსი და მე ასევე სწორი დამტკიცებებით შესვენით კი სწორი დამტკიცებებით მივიღოთ თეორემა რომ სამკუთხედი ჩიაკუთხედის ჯამი არის 180 გრადუსი თქვათ მეტი. ხო? ცხადია რას ვიტყვით ასეთ გეომეტრიაზე ის არის არასწორი. თუ გეომეტრიული სისტემა ისეთია რომ ის გაძლევს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო თეორემის დამტკიცების საშუალებას სწორად შესვენით კი არა სწორად მაშინ ის აქსიომატური სისტემა არ არის. ესეთია მათემატიკის აქსიომატური სისტემის ჭეშმარიტების შინაგანი ჭეშმარიტების განმარტება. სხვანაირად ვიცით, აბაში სხვანაირად ეს განმარტება ჭეშმარიტების არაფერ კავშირში არ არის იმასთან, ეს სამყაროს აღწევს მათემატიკური თეორია თუ არ აღწევს. ხო და დამტკიცდა ეს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჰეგელმა დაამტკიცა რომ შეიძლებაია იმისი დამტკიცება რომ მათემატიკა შინაგანად ჭეშმარიტი არის თუ არა. ანუ ეს ნიშნავს რომ ჩვენ მათემატიკის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე უნდა ველოდოთ რომ მოცემული მოცემული აქსიომათა სისტემა მოგცემს წინააღმდეგობას. ანუ ერთხელაც იქ შეიძლება დამტკიცდეს ასეთი დებულება რომ სწორი რაღაც დებულება და დამტკიცდეს მე იმისი საწინააღმდეგო დებულება. წინ პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა ძალიან რომ თუმცა მათემატიკის რასაც ჩვენ მათემატიკაში ყველაზე მეტად ვაფასებთ და
რაც მოგწონს მისი სიმკაცრე ხო და დამტკიცების შესაძლებლობა თუმცა ეს ყოფილა ფავდებითი რაც ნიშნავს იმას კიდევ უმეორებია ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შემთხვევით ისე მოხდეს რომ ორი მათემატიკოსმა ან სხვა რაღაცა მიიღოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ამიტომ ესე იგი მათემატიკის ჭეშმარიტება აი ორივე თვალსაზრისით შინაგანადაც გარეგანაც ესე იგი გარეგანად იმაზე რომ ის რამდენად აქცევს სამყარო შინაგანად იმაზე რომ რამდენად წინააღმდეგობრივი ანუ ხომალ შეიცავს ის ორი დებულებას რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავენ ორივე შემთხვევაში შენ გადაიწყვეტე და ახლა ცით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია იმიტომ რომ უდიდეს მოაზროვნებს კანტს და სხვა ზოგადად ადამიანი გონებაში დევს შეუძლებს გემოწია თუნდაც ეს ადამიანის აზროვნების წესო რაღაც აბსოლუტური ჭეშმარიტება ასევე მათემატიკის დამტკიცების მეთოდები და უცბად ყველაფერი დაინგრა ნუ გამოსავალი მოძებნებს უცბად თუ მოხდება ისე რომ ჩვენ მივიღებთ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებას მაშინ აქსიომათა სისტემას ცოტათი შევცვლით ისეთ ნაირად დებულება არ მივიღებთ ვერტიბილები ესეთი დებულება ერთხელ შევცვლით ეხლა ეს რა ის არის გამოსავალი არ იცი მაგრამ თქოში ასეთი გამოსავალი მართლა არსებობს ეხლა როგორც დავწავიდა განვითარება ჩვენ თქვით რომ უკვე მე-19 საუკუნეში ცხადი გახდა რომ არსებობს სულ სამი გეომეტრია ერთი ეკვიდეს პარალელების აქსიომით და ორი კიდე რომლებიც ეკვიდეს პარალელების აქსიომას უარყოფენ და რითი დამთავრდა ყველაფერი და თანაც ეკვიდეს გეომეტრია აღწევს სამყაროს და დანარჩენები არა ამას მე-20 საუკუნეში გამოჩნდა აინშტაინი ცნობილი თქვენთვის დიდი ფიზიკოსი რომელმაც შემოიტანა ფარდობითობის ზოგადი თეორია შექმნა ასეთი ეს ფარდობითობის ზოგადი თეორიის მათემატიკური საფუძვლები ცნობილი იყო ეს პლანკარემ დააკეთა სხვა ახლა ეს ისტორიები გადათავიცი რომ მან დაივიდ ჰილბერტი იყოს ქონდა როდესაც ადრეც კი მან იგივე გავსი სტატია გამოაქვეყნა მაგრამ როდესაც აინშტაინმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი ჰილბერტმა თქვა რომ ეს უდიდესი ეს იდეა ეკუთვნის აინშტაინს და აი აინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან გამოვიდა რომ თურმე სამყაროში დიდ მანძილებზე დიდ სიჩქარეებზე და დიდი სხეულების ახლოს ეკვიდეს გეომეტრია სწორი არ არის და პირიქით სწორი არის იქ აი მისი საპირისპირო გეომეტრია და ესეთი გამოვიდა უცნაური რამე მანამდე ადამიანები ისე ცხადი ამას სხვანაირად ფიქრობდნენ უცნაური რაღაცა გამოვიდა რომ თუმცა ჩვენთვის ჩვენი გეომეტრია სამყაროს უფრო ცუდად აღწევს ვიდრე სხვა გეომეტრია ანუ აი ამ სხვა გეომეტრიებმა მოიპოვეს არსებობის უფლება არა მარტო მათემატიკაში არამედ მოიპოვეს არსებობის უფლება ფიზიკაშიც კერძოდ რა ნიშნავს რომ სამყაროში თქვათ ეკვიდეს გეომეტრიის თეორია არ არის დიდ მანძილებს ამისათვის ჩვენ დავფიქრეთ რა არის ეკვიდეს გეომეტრიის და საერთოდ გეომეტრიის ობიექტები რა სწავლობს ისწავლებს წერტილს და შემდეგ სწავლობს წერფელს და სიტყვას ხო ეხლა რა უნდა იყოს გეომეტრიული ობიექტის წერტილისთვის ფიზიკური ანალოგი ნუ აქ დიდი პრობლემა არ არის თუ არის წერტილი მეორე პრობლემა არის რა არის ფიზიკურად წერფელი რა უნდა იყოს იმიტომ აბა ჩვენ რაც ვეძახით მათემატიკაში ეს არის კერძოდ რა ხასიათობს სპეცო მას აქვს მარტო ერთი განზომილება ხო სიგრძე მას არ აქვს სისქე არ აქვს სიგანე არა ერთ განზომილებიან ობიექტი არსებობს სამყაროში ისეთი რაიმე რაც ერთ განზომილებიანია ახლა ჩვენ გრაფენზე ვლაპარაკობთ გრაფენს რამდენი განზომილება აქვს ეს არის ჩვენ თქვით ეს არის სივრცე რომელსაც აქვს სისქედ ერთი ატომი ხო ეს გრაფენი შექმნილია უკვე ვინც ახლა მოვიდა და
ეხლა ხან წელს დაიცა 1 მილიარდი ევრო გრანტი ევროკავშირისგასა, რომ გრაფენის სამრეწველო წარმოება აითვისო. და მეორე გრანტი 1 მილიარდი ევროვანი გასცეს იმისათვის, რომ კომპიუტერზე ადამიანის ტვინის მოქმედების მოდელირება მოახდინა. ძილი ფაქტობრივად პირველი არის ორგანიზებიანი სამყარო შექმნა და მეორე კიდე არის ხელოვნური ინტელექტის. დიდეს პროექტებია. ამ რაც გაკეთებული ნახავთ, ალბათ მოისწრებთ. მოგონი ეს რამდენიმე წლიანი გრანტია, რაღაც უცბად აღარ თავგახსოვს, გონი 10 წლიანი გრანტია. ხო, ესე იგი და ვასწრებოდი აბა ვასწრებოდი მომოგონით. ხო, რაფენზე აღია. ხო, წფე, რა არის წფე სამყაროში? ფიზიკაში. ეხლა ჩვენ აიღოთ და მოდი აბედელენ თბილი გავჭიბოთ. მინისტრებს წეს დავამსგავსოთ. რომელი თბი უფრო იქნება წფის შესაბამისი, სუბუქი თუ ძიმი? აბა სუბუქი, არა ძიმი როცა არის ის რაც არ უნდა გაჭირო უფრო მეტად ჩაიზმიქება. ესე იგი უნდა ვიფიქროთ, რომ სამყაროში წფე იქნება ის, რაც ყველაზე უფრო სუბუქია. ყველაზე სუბუქი არის ფოტონი. ფოტონი არის ნაწილები, რომელსაც გაჩერების მასა არ აქვს. ანუ ფოტონის უძრაობის მასა, გაჩერებული ფოტონის მასა არის 0. და ფოტონს მასა გაუწევდა მხოლოდ მისი მოძრაობის დროს. და ზის სხივი და საერთოდ სინათლე ეს არის ფოტონის მოძრაობა. და ფიზიკოსებისათვის წფე არის ფოტონის ტრაექტორია. და ფიზიკოსები აინშტაინამდე თვლიდნენ, რომ ფოტონი ანუ ზის სხივი მოძრაობს სწორ ხაზზე. და აინშტაინის ფარდობითი ჟღერადი თეორიიდან გამოვიდა, რომ როდესაც ფოტონი დიდი გრავიტაციის ველში შედის, ანუ უახლოვდება ისეთ ვარსკვლავს, თქვათ, დიდი ვარსკვლავს უახლოვდება, ის იქ მრუდდება. საიდანაც გამოდის, რომ რადგან ეს სინათლის სხივი ყოველთვის სწორ ხაზოვნად არ მოძრაობს, არა, მაშინ წფე სივრცეში არ არის ყოველთვის, რა ქვია, სწორი ხაზი. ახლა ცოტა ამას რეალობას დავუყუროთ, აი ნახოთ თავიღოთ, თქვათ სფერო, ხო? სფერო ავიღოთ. აი სფერო, ხო? აი სფეროს ორი წერტილი ავიღოთ. დედამიწაზე დავიშვათ. დედამიწა ხო დაახლოებით სფეროა, რა? და ეს თქვათ ოკეანე არის და ორი წერტილია და მიღოს უნდა აქ წერტილი იქამდე, ამიქიდან იქამდე მიღოს უმეტესი მანძილი. რა უნდა ქნას? სოლხაზე წავა? წავა სოლხაზე რა? სადაც სოლხაზე არ არის, სოლხაზე არ არსებობს. სფეროზე სადაც სოლხაზე. შესაძლოა წავა? ვარა ძმრიძე წავა. ესე იგი დედამიწის ზედაპირზე უმეტესი მანძილი არის არა მონაკვეთი. როდის უკვე განსაცდელობს, უნდა ჩაგდრომა შეშინით. ხო, დედამიწზე როცა ხარ, შენი ძირებული ხარო სფეროზე იმოძრაობს, სფეროები და სხვა რამე. ხო? ასევე ახლა თუ ჩვენ იმ ადგილას ავართ, სადაც სინათლის სხივი მრუდდება, იქ შენთვის სწორი ხაზი იქნება აიროში მოძრაობა. სინათლის სხივის მოძრაობა. და გამრუდებული წრფე უკვე ასე ვთქვათ, პარალელის აქშენს აღარ აკმაყოფილებს. მაგალითად ვიყურეთ, აი ჩვენ ავიღოთ სფეროზე ვცხოვრობ ჩვენ, არა? ჩვენთვის წრფე იქნება დიდი წრეწირები, ეკვატორები, ესე იგი სივრცეს რომ გაავლებ ისეთს, რომელიც გაივლის სფეროს ცენტრში, არა? თანაკვეთაში აცმობს, თანაკვეთაში მოგცემს დიდ წრეწირს, არა ეკვატორს. ეკვატორი ერთია, მაგრამ ჩაბოდო ბოლო სხვა მიყოლას ეკვატორი დაუძახოთ, რომელიც მიღებული არის სივრცის თანაკვეთით სფეროსთან, რომელიც სივრცეს გადის ცენტრზე, ხო? მაშინ ჩვენთვის ეს იქნებიან, ესენი იქნებიან წრფეები და ეს წრფეები ამოხდება ერთმანეთს გადაგაკეთებთ
ყველა წრფე ესეთი წრფე ერთმანეთს გადაკვეთს. იმიტომ რომ ნებისმიერი დიდი წელიწადი რო აიღო, ნებისმიერი დიდი წელიწადი, ისინი ერთმანეთს გადაკვეთენ. თანაც ერთ წელიწადში. ერთი აქ მოვა. ესმის? ეხლა თუ სფერო ძალიან დიდია, ჩვენ რომ მოგეჩვენება, ჩვენ პატარებია, რომ მოგეჩვენება, ჩვენ მოგეჩვენება, რომ ეს ერთმანეთს არ გვეთავაზ. ჩავთვლით რომ სადღაც პარალელი არსებობს. რა თუ ძალიან დიდი არის. ჩვენ ერთ იმას მოახერხებთ რომ ის დიდი სფერო გავავოთ. თუ სფერო ძალიან დიდია, შენ ის მოგეჩვენება სიფრთხეთ. როგორც ადამიანებს ეგენა თავიდან ვიცა ხო? ვიცა ტროიელად. ეხლა სინამდვილეში აი ფიზიკოსები ფიქრობენ რომ ჩვენი სამყარო არის სამგანზომილებიანი სფერო, სამგანზომილებიანი სფერო ოთხგანზომილებიანი სივრცეში. როგორც აი აქ ეს სფერო არის ორგანზომილებიანი სამგანზომილებიანში, ასევე შეიძლება ფიქრობენ არსებობს ოთხგანზომილებიანი სივრცე დავანებოთ ცნების თეორიის და 11 განზომილებას და ჩვენ ცხოვრობთ სამგანზომილებიან სფეროზე და რომელიც თუმცა ფართოვდება იმ ოთხგანზომილებიან სფეროში. მე სხვა რაღაცებია ამას ჩვენ შევეშვათ. ესე ჩვენ გადასულ გავაკეთეთ რომ არსებობს ეგვიდეს გეომეტრიიდან შეიძლება გამოვიყენოთ სამი გეომეტრია. ხო? ესე იგი პირველი კითხვა რომ რას ნიშნავს გეომეტრიები ამ პირველ კითხვაზე ჩვენ ვიპასუხებთ. რომ აი სამი გეომეტრიის მაგალითი გვაქვს. კიდევ არსებობს სხვა გეომეტრიები. და აი ჩვენ საგანთან რომელსაც ახლა ვლაპარაკობთ ამ გეომეტრიასაც აქვს გარკვეული კავშირი და კიდევ აქვს სხვა გეომეტრიებს კავშირი რომელსაც ახლა ჩვენ გეომეტრიას განვიხილავთ მომავალში ერთხელ ეძახიან ეკოდენ გეომეტრიას ხო აი ამის გარდა არის კიდევ აფინური გეომეტრია და არის პროექციული გეომეტრია აი ჩვენ ამ ყველა გეომეტრიებს განვიხილავთ და გარკვეული წესრიგ შევიტანთ მათ ასე ვთქვათ აგებულებაში. ეხლა კიდევ ერთი ჯგუფებს დაუბრუნდეთ. ჯგუფებს, სადაც ჯგუფებზე გადავართ, მე მივიღოთ რომ იყო ესეთი დიდი მათემატიკოსი ფელიქს კლეინი, რომელმაც 25 წელსაც არ იყო წამოაყენა თავისი ცნობილი ერლანგენის პროგრამა. ერლანგენი ეს ქალაქია, რაცა მისი სახელწოდებიდან მოდის და ერლანგენის პროგრამა წარმოადგენდა ფელიქს კლეინის სებურ ხედვას თუ როგორ არის გეომეტრია. და ფელიქს კლეინმა პირველად დაუკავშირა გეომეტრია ჯგუფებს. ასე ცხადად, სადაც ნებისმიერი შედეგი რაღაც სხვა შედეგზე ამისული რაღაცა გამოიკლო, რაღაცა იდეას თავისი წინამორბედი ყოველთვის ხავს ხოლმე, მაგრამ აი ფელიქს კლეინის ერლანგენის პროგრამაში ეს ჩამოყალიბდა პირველად ესე ცხადად. ხლაბე თუ ეს იყო 25 წლამდე. კაი შედეგები მიიღება და ყველაფერი აი თუ თესლი უნდა დაითესოთ ახალგაზრდობას და მე სამურა. ეხლა მე ვიფიქროთ ამაზე. რაიმე სერიოზული, თორემ მე გვიან ვიფიქრებ ის უფრო გვიან იქნება. რაც უფრო გვიან იფიქრებ, უფრო გვიანია. ხო. და ვთქვათ რომ რა კავშირი შეიძლება იყოს ეს ჯგუფები გეომეტრიებთან, ეხლა უნდა ჩვენ ვთქვათ რა არის ჯგუფი. ესე იგი ფელიქს კლეინმა როგორც გითხარით, ჯგუფები და გეომეტრიები ერთმანეთს დაუკავშირებენ. მოდი ახლა დავიწყოთ რა არის ჯგუფი. აიღოთ ესეთი მარტივი საკითხი. ტოლგვერდა და სამკუთხედი ავაგოთ. აი დავიშვათ ეს არის ტოლგვერდა და სამკუთხედი. როგორც ჩანს რა ეს? დავიწყოთ ასოები A, B, C. ცენტრი მონიშნოთ. რა არის ცენტრი? მისი სიმაღლეების დავიშვათ ან სიმაღლეების ან მედიანების ან მისებთვისების თანაკვეთის წერტილი. და ასეთი ამოცანა დავსვათ. მოვიფიქროთ სიფრთხის ისეთი გარდაქმნები,
რომლებიც ამ ტოლგვერდა და სამკუთხედს გადაიყვანენ თავის თავში. მოდი ხა დავისვამოთ. ესე იგი, რა გვინდა ჩვენ? გვაქვს ტოლგვერდა და სამკუთხედი და გვაინტერესებს სითხის ისეთი გარდაქმნები, რომლებიც ამ ტოლგვერდა და სამკუთხედს გადაიყვანენ თავის თავში. აი, ჩამოთვლი ახლა მე ამ გარდაქმნებს, საბათ თქვენ სახვდებით, ხო? აი ეს იყოს ცენტრი ტოლგვერდა და სამკუთხედის. ეს კუთხე თითოეული იქნება რა 120 გრადუსი. ცხადია რომ თუ ჩვენ ამ სამკუთხედს მოვატრიალებთ ამ ცენტრის გარშემო 120 გრადუსით, არა? მაშინ ეს სამკუთხედი თავისთავად შეუთავსდება, რა C გადავა B წერტილის ბრძოლაში, B-ში და AC-ში. ასევე თუ მას მოვატრიალებთ 240 გრადუსით, არა? A გადავა B-ში, B გადავა C-ში და C გადავა A-ში. ესე იგი სამკუთხედი გადავა თავის თავში. ესე იგი ჩვენ ვიპოვეთ ორი გარდაქმნა, რომლებიც ამ სამკუთხედს გადაიყვანენ თავის თავში. არის თორე სხვა გარდაქმნაც. აი განვიხილოთ ესეთი რაღაცა, B-დან დავუშვათ მართობი აქ. ეხლა აი ამ ცენტრის დავარქვათ მოდი ჩვენ B1. ასევე A-დან დავუშვათ მართობი DC-ზე დავარქვათ A1 და C-დან AB-ზე დავარქვათ C1. თუ ჩვენ ეს ჩვენი სიტყვე სარკმლად ავსახეთ B1 წერტილის მიმართ, ამ დროს B წერტილი დარჩება უცვლელი, ხო, თავისთავში გადავა, C წერტილი გადავა A წერტილში და AC-ში. ამიტომ ჩვენ მივიღეთ მესამე გარდაქმნა. მესამე გარდაქმნა, მოდი ეს აი მას დავიძახოთ სახლები დავარქვათ, იცით აი ამ წერტილს მოდი დავიძახოთ L1, რომელიც A-დან გამოდის, რომელიც B-დან გამოდის L2 და რომელიც C-დან გამოდის L3, ხო? ესე იგი მივიღეთ ჩვენ კიდევ ესე იგი ერთი გარდაქმნა, რომ რა იქნება? აი A1 წერტილის მიმართ სარგული ასახვა, ხო? ამას ჩვენ დავიძახოთ, თქვათ L1 ევროპეით მოტრიალება, ხო? მე იქნება ერთი სარგული ასახვა B1-ის მიმართ, ამას დავიძახოთ L2 და შემდეგი სარგული ასახვა იქნება C1-ის მიმართ, ამას დავიძახოთ L3. რამდენი ასახვა მივიღეთ? 5. ერთი არის 120 გრადუსზე შემოტრიალება ცენტრის მიმართ, მეორე არის 240 გრადუსზე შემოტრიალება და კიდევ 3 არის ასახვა სიმეტრიის ღერძების მიმართ. კიდევ ერთი ასახვა არსებობს. ეს არის იგივე ასახვა. ანუ, როდესაც ყველა წერტილი თავისთავში გადადის. ფაქტობრივად ასახვა არც არის, გარკვეული აზრით, ხო? სარგული ასმისა, თუ რა, სარგული ასახვა. აი ცოტა მოცემული, ხო? აი წერტილი. ეს წერტილი ემოციებში გადადის. დავუშვათ მართობი და ეს მანძილი გადავზედეთ მეორე მხარეს. ამას ქვია სარგული ასახვა. პირიქით ამ დროს აქეთ ამ მხარის წერტილი გადადის მეორე მხარის სარგული ასახვის დროს, იმიტომ რომ აქაც გადავზედეთ, ესე სარგული ასახვის დროს, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი სიტყვე ამოტრიალდება და გამოტრიალდება და რაც მარჯვნივ არის მარცხნივ მოიქცევა, რაც მარცხნივ არის მოიქცევა მარჯვნივ. ეს არის სარგული ასახვა. ეხლა კიდევ ერთი ასახვა გვაქვს ჩვენ. ეს არის იგივე ასახვა. ანუ როცა ნებისმიერი წერტილი გადადის თავის თავში, ეს იგივე ასახვაც ჩავწერებ E დავარქვათ. მოდი ახლა ეს ასახლები ესე ჩავწეროთ. აი, რამდენი გვაქვს სიმრავლე, რომელიც შედგება 6 ელემენტისაგან. ეხლა ცოტა ხანი სიტყვას დავუკვირდეთ. აბა ვიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი. ტოლფერდა სამკუთხედისათვის რამდენი ასახვა არსებობს, რომელიც მას თავის თავში გადაიყვანს? 1. თავისი სიმაღლის ფუძის მიმართ გავლებული სიმაღლის სადმი სარკმლის ასახვას თუ ავიღებთ, მაშინ აქ რა იქნება? ეს იქნება თავისთავად გადავა თავისთავად, სხვა κάτι არ იქნება. ესე იგი, ამას რამდენი ასახვა აქ აქ თემას ელი თავნიშნავთ, ამას აქ რა აქვს? ამას აქვს ელი.
შემოტრიალება ელის მიმართ და კიდევ იგივური ასახვა. ასე ამას ჰქონია ორი ასახვა არსებობს, რომლებიც თავისთავად გადაიყვანეს. ეხლა მე ასახავს ვლაპარაკობ, ყველა ასახვა არ აქვს ხედელებაში. იცით ეხლა მაგალითად მოვისმენთ, ავიღოთ იგივე ეს ჩვენი თორქეს ამოთხედი. ასეთი ასახვა ავიღოთ ამ ციფრისა. რომ დაიწეროთ ასოები A, B და C. ყველა ციფრი თავისთავად გადადიოდეს. ესმით? მაგრამ B ციფრი გადმოვიდეს A-ში და AB-ში. ეს კი გადაიყვანს ამ სამკუთხედს თავისთავად, მაგრამ ცუდი ასახვაა. რატომ არის ცუდი? ამას მე ვენახავთ. ესე იგი ჩვენ ხო კარგ ასახვებს ვეძებთ ჯეჯურობით და რა არის კარგი ასახვა, მე ვგამართობთ. ხო? ეხლა მე დავიღოთ სამკუთხედი, რომელიც არ სტოპებაც კი არ არის. აი ესეთი სამკუთხედი. თუ ეს სტოპება გამოვიდა, აიცა, კიდევ ჩანდეს რომ სტოპები და არ არის. აი ეს, აი ჩანს კიდევ. აი სამკუთხედი, ამას მე მგონია ჩანს რომ ეს ამას არც ერთი გვერდი ტოლი არ აქვს, ხო? ეხლა ამას აქვს თუ არა ასეთი კარგი ასახვა, რომელიც მას თავისთავად გადაიყვანს? არა, ამას აქვს მარტო ერთი ასახვა, თავისთავად ეს არის იგივური ასახვა. დანარჩენი ასახვები კარგი ასახვები. არც ერთი არ გადაიყვანს ამას თავისთავად. ეხლა ვიღოთ კვადრატი. რამდენია ესეთი კვადრატი? ერთი ცენტრი ავიღოთ, ეს არის 90 გრადუსი, ხო? 90 გრადუსის შემოტრიალება, 180 გრადუსის შემოტრიალება, 270 გრადუსის შემოტრიალება, კვადრატს გადაიყვანს თავისთავად. ეხლა ვიგოთ, ამ დიაგონალების მიმართ ავსახავთ რაღაცა, გადაიყვანს ეს დიაგონალი იყოს D1, D2. ესე იგი, შემოტრიალება D1-ის მიმართ. შემოტრიალება D2-ის მიმართ. შემოტრიალება სალკული ასახვა. გადაიყვანს თავისთავად. კიდევ რომელია? კიდევ აი ასეთი შუა ხაზები გავავლოთ. ხო? ეს იყოს L1, L2. აი ამ შუა ხაზების მიმართ ასახვა. სალკული, ხო? და პლუს იგივური ასახვა. ნახეთ რამდენი გამოვიდა? ამას გამოვიდა 8. ეხლა მოდი ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენს ყველგვერდა სამკუთხედს და დაუკვირდეთ აი ამ ასახვებს. კიდევ რაიმე ესეთი კარგი ასახვა არსებობს თუ არა? ამაზე ეხლა პასუხისგაცემას თავი დავენებოთ, მაგრამ ესეთი შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს, რომ ესეთი აზრი, მოდი ეს ასახვები ერთმანეთის თანმიმდევრობით განვახორციელოთ და ის ხვალობცემს ახალ ასახვას. მაგალითად, ჯერ შემოატრიალოთ 120 გრადუსზე, მე 240-ზე. ან ჯერ 120 გრადუსზე შემოატრიალოთ და მე გავსახოთ ვერძის მიმართ. ცხადია, რომ 120 გრადუსზე შემოატრიალოთ, სამკუთხედი გადავასახოთ თავისთავში. მე ვერძის მიმართ გადავასახავ, კიდევ თავისთავში გადავა, ხო? ამიტომ ეს გვაძლევს ასახვას, რომელიც როგორია? სამკუთხედს გადაიყვანს თავისთავში. ხომ არა ისეს ახალი ასახვა. აი ნახეთ, ჯერ 120 გრადუსზე შემოატრიალოთ და მე 240-ზე რა მოხდება? სამკუთხედი დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ანუ ეს არის იგივე ასახვა. ანუ ჯერ შემოატრიალებ 120 გრადუსზე და მე 240-ზე სამკუთხედის ყველა წორო ისე თავისთავად გადავა, იგივე ასახვა გამოდის. ესე იგი ეს ახალ ასახვას არ გვაძლევს. აბა იქნება 120 გრადუსზე შემოტრიალება და შემდეგ ასახვა, ესე იგი რომელიმე ვერძის მიმართ ასახვა მოხდეს ახალი. ანუ ორი ამ ასახვის ნამრავლი რაც გვაძლევს? ისე ასახვას ამ სიმრავლიდან. ესე იგი რა გამოდის, რომ თუ ჩვენ ამ სიმრავლიდან ორ ასახვას განვახორციელებთ, თანმიმდევრობით მივიღებთ რას? მივიღებთ ასახვას ისევ ამავე სიმრავლით. ახლა ვიყურეთ, ავიღოთ აქედან ნებისმიერი ასახვა. აი რომელი, თქვა 120 გრადუსი. არა? არსებობს თუ არა ამ სიმრავლის ისეთი ასახვა,
რომ თუ 120 გრადუსის მერე მას მოახდენ, მიიღებ იგივე დასახვას. რომელი? ეს არის შემოწმება 240 გრადუსზე. ანუ თუ ჩვენ ჯერ შემოაწმებთ 120 გრადუსზე და მე შემოაწმებთ 240 გრადუსზე, რა მოხდება? სამკუთხედი თავისთავად შეუთავსდება. როგორც იყო, ესე გაწეტილი გადავა-ში, B-ში და C-ში. პირიქით 240 გრადუსზე თუ შემოგუნდა შემოწმება, მე უნდა რომელი ასახვა ისეთი, რომლის მოხდენა სამკუთხედს თავისთავად გადაგვას. 120. ეხლა ავიღოთ მოდი ასახვა თქვა აი L1-ის მიმართ, ეს არის L1. ამისი რომელია ის ასახვა, რომელიცაც L1-ის მიმართ მოახდენთ, იგივეს მოგცემს. თვითონ L1. იმიტომ რომ ეს სამკუთხედი რა ასახვა ჯერ L1-ის მიმართ და მე საძარი აგადავა B-ში, ესე იგი აგადავა C გადადის B-ში, არის უძრავი, ხო? მე კიდევ რომ მოახერხოთ იგივე ასახვა და გავაკეთოთ რა გამოვა, ეს C-ში გადმოვა თავის ადგილას. აი რა უყურეთ ახლა, აი ეს ხო გავჩვენ ეს ასახვა, არა? საგული ასახვა ამის მიმართ. საგა რომ მოახდენ პირველად საგული ასახვა C-ი სად გადავა? გადავა, ხო? მე რომ მოახდენ ეს საგულია, ეს C-ი გადმოდება უკან. ამიტომ საგული ასახვას ათვისება აქვს, თუ იმას ორჯერ გაიმეორებ, მიიღებ იგივე ასახვას. ანუ რა გამოდის, უყურეთ ახლა თითოეულ ამათგანს ამ სიმრავლიდან შეესაბამება ისეთი ასახვა, რომ თუ ამ ორ ასახვას ერთდროულად ეს თანმიმდევრობით განახორციელებ, მიიღებ რას? მიიღებ იგივე ასახვას. ესე იგი ათვისებები აქვს ამ 6 ელემენტიან სიმრავლეს. პირველი თვისება რომ თუ აქ აიღებ ორ ელემენტს და ერთმანეთზე ასე ვთქვათ გადაამრავლებ, მიიღებ ელემენტს ისევ საიდან? ისევ ამ ჩვენი სიმრავლიდან. ხო? პირველი ეს თვისება აქვს. მაგაც ნებისმიერი ეს ორი რომ ჯერჯერობით გასაგებია? ესე იგი ნებისმიერი ორს თუ ერთმანეთზე გადაამრავლებთ, ისე მიიღებთ ასახვას ამ სიმრავლიდან. ოდენას ნომერი არ დავაწეროთ. პირველი ეს თვისება, მოდი ეს სიმრავლე აღნიშნოთ რითი, იცი? აი ჟ-ი აღნიშნოთ. ჟ არის გავრცელებული სახელი აღნიშნოთ ჯგუფისთვის, ხო? ინგლისურად და ბერენაზე ჯგუფის სახელი იწყება გ-ზე. ესე იგი, თუ ავიღებთ ამ ჩვენი აი ამ სიმრავლიდან ორ ასახვას, A-სა და B-ს, მათი ნომრალი შედის ჟ-ში. თვითონ ჟ-ში. ახლა აში რა იგულისხმება, აში იგულისხმება რომელიმე აი ამ 6 ასახვიდან ეს შეიძლება იყოს იგივე ასახვა, 120 გრადუსის შემოწმება, 240-ის შემოწმება და საგული ასახვა. რა თვისება აქვს ახლა ამ გამრავლებას? პირველი თვისება რა აქვს, რომ აქ არსებობს ისეთი ასახვა, რომელსაც თვისება ესეთი აქვს, თვისება რომ თუ ამ ასახვას გამრავლებ ნებისმიერზე, მას მიიღებ ისევ იმ ასახვას. მართლაც 120 გრადუსი შემოწმება მე იგივე გააკეთო, ან პირიქით ჯერ იგივე მე 120 გრადუსი ეს იქნება რა, მაინც 120 გრადუსი შემოწმება. რა თვისება აქვს მეორე თვისება აქვს ესეთი, რომ თუ გაქვს ესე იგი ნებისმიერი ელემენტი ნებისმიერი ასახვა, არსებობს სხვა ელემენტი ისეთი, მოდი სხვა ელემენტი ესე აღნიშნოთ, რომ ერთმანეთზე გადამრავლებით, მას მივიღებთ იგივე ასახვას. და მესამე თვისება ჩვენ არ შევამოწმოთ, რომელიც ახლა მიგონი ჩავწერო. მესამე თვისება არის ასოციაციურობა. ესე იგი, თუ აქ ერთ ასახვას მოახდენ მეორესთან და ამის მერე მოახდენ სხვა ასახვას, ეს იგივეა, რომ აი აქ ჩავწეროთ ეს, მოდი აქ მესამეს აქ ჩავწერ. ესე იგი, თუ ჯერ ორ ასახვას მოახდენ და მესამეს გააკეთებ, ეს იგივეა, რომ ჯერ გააკეთო მეორე და მესამე და მეორე პირველი. აი ჩვენ არ შევამოწმოთ, მაგრამ ცხადია ეს შესრულდება. აი ხა იცით რა არის, თუ ჩვენ დაუკვირდებით აი ახლა ამ კვადრატის აი ამ გარდაქმნათა სიმრავლეს და ნახავთ, რომ
კვადრატის გარდაქმნათა სიმრავლე იგივე თვისებების მატარებელია. ანუ თუ აქ ჩვენ ორ ნებისმიერ გარდაქმნას თანმიმდევრობით მოახდენთ, ისე მივიღებთ გარდაქმნას აქედან, ამავე დროს თითოეულ გარდაქმნას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მოპირდაპირე გარდაქმნა იმაზით, რომ ამ გარდაქმნის ამაზე მოქმედება გამოიწვევს მივიღებთ ერთეულს და ეს გარდაქმნები აკმაყოფილებენ ასოციაციურობის კანონს. რამდენი ელემენტი იყო ამ სიმრავლეში? დავთვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ესე იგი, ეს 8 ელემენტიანი სიმრავლეც აკმაყოფილებს პირველ 2 და 3 პირობებს. ეხლა ავიღოთ ჩვენ ესე იგი, ეს 8 ელემენტიანი სიმრავლეც ესეთია. ეხლა დავუკვირდეთ ამ ჩვენ ტოლფერდა სამკუთხედს. რამდენი ელემენტისაგან შედგება მისი გარდაქმნები? 2. რას უდრის? აი ეს ელი ამის მიმართ გარდაქმნები და ერთად გამახორციელებს. რა მოხდება? იგივეს მივიღებთ. ესე იგი, აქაც იგივე პირობები სრულდება. რა პირობები სრულდება? მე ხა პირობები ჩამოვაყალიბოთ. თქვათ მოცემული გვაქვს ჟ სიმრავლე. ნებისმიერი სიმრავლეა ჟ. და დავუშვათ, რომ ა და ბ არიან ამ სიმრავლის ნებისმიერი ელემენტები. და დავუშვათ, რომ გარკვეული წესი არსებობს, რომლითაც აი ამ ნებისმიერ ორ ელემენტს შეიძლება შეუსაბამოთ ჟ-ს რაღაცა ელემენტი, რომელსაც ესე აღნიშნავთ აბ-ით პირობითად. დავუშვათ, ეს ჩვენი შესაბამისობა, რომელსაც დაუძახებთ გამრავლებას. რატო ეძახით გამრავლებას? ეს მართლა არ არის ის გამრავლება, რომელიც ჩვენ რიცხვებზე ვიცით. მაგრამ იმის გამო, რომ მას აქვს ანალოგიური თვისებები და ახალი ტერმინის მოგება კიდევ ეზარება. გაგვინდა რა? დაუძახებთ ამას გამრავლებას. ხო? აი შემდეგი თვისებები უნდა გქონდეს. პირველი, უნდა არსებობდეს ისეთი ელემენტი ჟ-დან, რომელსაც აღნიშნავენ 1 ან აღნიშნავენ ერთიანით, შეიძლება ესე ან ერთიანი ჟ-დან, რომ აი ამ ეს თუ გამრავლებ ჟ-ს ნებისმიერ ელემენტზე, ნებისმიერი მხრიდან, ხო, მივიღებთ იგივე ელემენტს. მეორე თვისება, ნებისმიერ ელემენტს თუ აიღებ ჟ-დან, არსებობს მისი ისეთი სხვა ელემენტი, რომელსაც ახალი რიცხვად -1-ით აღნიშნავს, ესეც აღნიშნა, რომ აგამრავლებული a-1-ზე უდრის a-1 და უდრის s. და მესამე პირობა. მესამე პირობა არის ასოციაციურობა. აი ობიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ სამ პირობას, ეძახიან ჯგუფს. ჯგუფი. ესე იგი, ეს ჯგუფი არის მათემატიკური ცნება. და ახლა პრინციპში ესეთი კავშირი არ აქვს, არაფერი, აი ჩვენც ჯგუფი ვართ, ხო? ჯგუფია, ადამიანების ჯგუფი. ამასთან მარტო ის კავშირი აქვს, რომ ორივე სიმრავლეა, ჩვენ სიმრავლეს წარმოადგენთ და ესეც სიმრავლეა. მაგრამ ჯგუფი არის სიმრავლე გარკვეული სტრუქტურით, ანუ გარკვეული აგებულებით. ხა ჩვენ რა ვქენით ახლა, უყურეთ, აღმოჩნდა, რომ ტოლფერდა სამკუთხედის ამას სიმეტრიები ქვია. შემოვიტანოთ ეს ცნება, სიმეტრია გაგიგიათ, ხო? ტოლფერდა სამკუთხედის სიმეტრიების ჯგუფი არის ორ ელემენტიანი. ის შედგება ერთეულიდიური გარდაქმნისაგან და ერთი სარკული ასახვისაგან იმ წრფის მიმართ, რომელიც ემთხვევა მის სიმაღლეს, ფუძისადმი გავლენას. როგორი ყოფილა
ტოლგვერდა სამკუთხედის გარდაქმნათა ჯგუფი. ეს ყოფილა 6 ელემენტიანი სიმრავლე. აი ჩვენ ჩამოწერეთ ეს ხო, მიგიური გარდაქმნა, 120 გრადუსის შემოტრიალება, 240 გრადუსის შემოტრიალება და ასახვები სიმაღლეების მიმართ. ეს ყოფილა 6 ელემენტიანი ჯგუფი. რამდენი ელემენტიანი ჯგუფი არის კვადრატის გარდაქმნები, კვადრატის სიმეტრიები? 8. კვადრატის სიმეტრიები არის 8 ელემენტიანი ჯგუფი. რაც შეეხება სამკუთხედს, რომელიც არ არის ტოლფე და არ არის, რას უდის მისი სიმეტრიების ჯგუფი? ის შედგება ერთადერთი ელემენტისაგან, მიგიური გარდაქმნისაგან. ჩვენ სადმე ჯგუფები შეხვედრია თუ არა? ამ თვისთვის ვერები როქონდა. შეხვედრია. მაგალითად, ავიღოთ ხელი რიცხვები. ხელი რიცხვები შედგების მიმართ აკმაყოფილებენ ამ პირობებს. თუ ხელი რიცხვებში უყურებ, აქ თუ ჩვენ შეგებას გამოვიყენებთ, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ? a plus a უდრის a plus s უდრის a-ს. a plus a minus 1 უდრის s, ხო? აქ a plus b plus c უდრის a plus b plus c. მაგრამ შეგრების დროს ჩვენ ერთეულს ვიხსენებთ, ერთეულის მაგალითად რას ვიხსენებთ ხოლმე? ნულს. ამიტომ როდესაც იგივე პირობებს შეგრების მიმართ ჩაწერენ ხოლმე, არა? აღნიშნოთ ცვლიან, რომ ეს დაუკავშირდეს ჩვენთვის ჩვეულ სიმრავლეებს და მათვისებებს. აი მაგალითად, თუ ჩვენ ამას მოვიდომებთ შეგრების მიმართ ჩაწერას, რას მივიღებთ? ჩავწერეთ შეგრების მიმართ, მივიღებთ ესეთ რაღაცას. რომ შეგრება გამრავლების მაგალითად ექნება შეგრება, ანუ ნებისმიერ ელემენტს შეესაბამება მათი ჯამი. მე არსებობს ისეთი ელემენტი, რომელსაც ნულით აღნიშნავთ, რომ ნულს მიმატებული a უდრის a-ს მიმატებული ნული უდრის a-ს. შემდეგ ნებისმიერი ელემენტისათვის არსებობს მისი მოპირდაპირე, ისეთი რომ a-ს მივუმატო მოპირდაპირე, ან მოპირდაპირეს რომ მივუმატო a, მივიღებ ნულს და მესამე რომ a plus b plus c უდრის a plus b plus c. ეხლა მთელი რიცხვები რას წარმოადგენენ? ჯგუფს წარმოადგენენ შეგრების მიმართ. გამრავლების მიმართ არის მთელი რიცხვები ჯგუფი? ერთიანი არსებობს. გამრავლება შეიძლება, მაგრამ რა არსებობს? არ არსებობს, შებრუნებული არ არსებობს. ერთიანს კი აქვს შებრუნებული თავისთავად, ორს არ აქვს, სამს. ამიტომ ეს მთელი რიცხვები არ არის ჯგუფი გამრავლების მიმართ. ნულსაც არ აქვს შებრუნებული, ხო? გამრავლების მიმართ. ეხლა ავიღოთ წილადები შეგრების მიმართ რა არის? ჯგუფია გამრავლების მიმართ, ჯგუფია თუ მას გამოვაკლებთ ნულს. თორემ ნულის შებრუნებული არ არსებობს. ნამდვილი რიცხვები შეგრების მიმართ არის ჯგუფი, გამრავლების მიმართ არის ჯგუფი, თუ მას გამოვაკლებთ ნულს. კომპლექსური რიცხვები შეგრების მიმართ არის ჯგუფი, გამრავლების მიმართ არის ჯგუფი, თუ გამოვაკლებთ ნულს. მე ხლა უნდა სიმბოლის ნიშნები დავუსვათ, ნუ არა უშ. აი ეს. ზეგი ჩვენ ჯგუფები ადრეც ვიცოთ. მაგრამ რამდენი ელემენტი იყო ყველა ჯგუფში, სასული თუ უსასულო? უსასულო. აი ხა და ჩვენ ვიცა ალგებრას სწავლობდით, მაშინაც შეხვდა უსასულო ჯგუფების გვერდით სასრული ჯგუფები, სასრული ველებიც კი ჰქონდა. მაგრამ აი ხა ჩვენ პირველად ყოველ შემთხვევაში პირველად დაუკავშირებთ ჯგუფები გეომეტრიას. ნახეთ რა ხდება. ესე იგი ტოლფე და სამკუთხედის სიმეტრიის ჯგუფი არის ორ ელემენტიანი. ტოლფე და სამკუთხედის სიმეტრიის ჯგუფი არის 6 ელემენტიანი. კვადრატის სიმეტრიის ჯგუფი არის 8 ელემენტიანი. უკვე ცნება ჩვენ სიმეტრიის ჯგუფი ვიხმაროთ თავისუფლად. სიმეტრია რას ნიშნავს? რომ რაღაც გარკვეული ერთგვაროვნება, სხვა აგებულებაში. როცა ეს ერთგვაროვნება მათემატიკურად რაში გამოიხატება, ვიყურეთ, რაც უფრო მეტად სიმეტრიულია ფიგურა,
მით უფრო დიდი სიმეტრიის ჯგუფი აქვს. აი ჩვეულებრივ სამკუთხედს, რომელსაც არც ერთი ბედი არ აქვს ტოლი, როგორი აქვს სიმეტრიის ჯგუფი? უღარიბესი. შეიძლება ერთი ელემენტისაგან, იდეური გადაქმნისაგან. ცოტა უფრო კარგ სამკუთხედს, ასე ვთქვათ, ტორპედას უკვე ორი სიმეტრიის ჯგუფში ორი ელემენტი აქვს. სამკუთხედს რამდენი აქვს ტორპედას? 6 კვადრატს რამდენი აქვს? 8 რამდენი იქნება წესიერ ხუთკუთხედს? აბა დავთვალოთ მოდით. ახლა მე წესიერ ხუთკუთხედის დახარატვა გამოჩეჯება ცხადია. აი თქვა წესიერ ხუთკუთხედია, არ არის, ხო? ამით არ არის. ნუ ცენტრი რა იქნება ამისი? ხო, აი ცენტრი რა იქნება წესიერ ხუთკუთხედისა და ხუთკუთხედისთვის? აბანო 1 2 3 4 5 ცენტრი ხო? ესე იგი მოვიგებო თქვა წევრიდან დავუშვათ მართოდი მოპირდაპირეზე თქვა ორი ახლა ძალიან ცუდად გამოვიდა ნუ თქვა ესე დავუშვით ხო განაკვეთა იქნება ცენტრი ახლა შევერთოთ ცენტრი წევრებთან რა იქნება თითოეული კუთხე 360 გავყოთ 5-ზე რამდენია? აბანო 365-ზე გავყოთ 72 მგონია რა თითოეული კუთხე იქნება 72 გრადუსი ესე იგი რამდენი გრადუსის შემოტევება გადაიყვანს მას თავის თავში 0 გრადუსზე 72-ზე 2-ჯერ 72-ზე 3-ჯერ 72-ზე 4-ჯერ 72-ზე და 5-ჯერ 72-ზე რამდენია? 3 იგი დამთხევამს რამდენი მივიღებთ უკვე? 5 იგივე შევით ეხლა ნახოთ კიდევ რამე არის თუ არა ეხლა მას დავშლიმე დავუშვათ ეს სიმაღლე ხო ვეავსახოთ ამ სიმაღლეს უმად რა იქნება რა იქნება ესე იგი სარგული ასახო და გადავა თავის თავში რამდენი სიმაღლის დასუბენ გაშუბაში 5 5-იც აქ დაემატა რამდენი გამოვიდა 10 ესე იგი 5 კუთხედს რამდენი ის 5 კუთხედის სიმეტრიის ჯგუფი რამდენი ელემენტისაგან შედგება 10-ისაგან აი ხა ჩამოაყალიბოთ ჰიპოთეზა აი ანამ ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა რომელსაც თქვენ სახში ნახავთ სწორია თუ არა ჰიპოთეზა არის ასეთი როგორც ანა ამბობს თუ გვაქვს რომ წესიერი n კუთხედის სიმეტრიის ჯგუფი შედგება 2n ცალი გარდა ქმნისაგან ასე გინდა საშინაო დაუჯა სამწკით ნახეთ სწორია თუ არ არის სწორი ეს დებულება ეხლა ჩვენ ჯგუფის სიება შემოვიტანეთ ხო ნახეთ რომ ჯგუფები არსებობენ უსასრულო ჯგუფები ჩვენ სკოლაშიც კი ვწოდნია რა და არის ჯგუფები სასრული ჯგუფებთან ჩვენ გვქონდა საქმე ალგებრის შესწავლის დროს და ახლა ჩვენ რამდენი სასრული ჯგუფი გავიჩნდა ხო ჩვეულებრივი სამკუთხედის სიმეტრიის ჯგუფი ტორპედასი კვადრატის ხუთკუთხედის და შემდეგ ზეგი ყველა წესიერი მრავალკუთხედის სიმეტრიის ჯგუფი რა იქნება ეს არ ვიცით მაგრამ სასრული იქნება ესე იგი სასრული ჯგუფები გვაქვს უამრავი უკვე ვიცით სასრული ჯგუფები ვიცით ძალიან ბევრი და არიგოთ რომელია ყველა სიმეტრიული ფიგურა ცოტა აი დიჩი თელი ქვეყანა ესე იგი
მთელი ქვეყნის მაცხოვრებლები არიან გეომეტრიული ფიგურების ფორმის მატარებელი. იქ არის მონაკვეთები, ქალები არიან მონაკვეთები. შემდეგ ტოლფე და სამკუთხედები, დანარჩენ სულ კაცები არიან. იცით არის სინამდვილეში ქალები არიან არა მონაკვეთები, არამედ პარალელოგრამები, მაგრამ იმდენად ისა აქვს, რა ქვია, ციხე ესე რა, თავისი უნივერსიტეტი ნახეთ, ეს ციხე წაიკითხეთ, მინუსურადაც არის აბსოლუტური რუსულადაც. და ფილმი არის არნახევიანი, ისეთი ანიმაციური ფილმია, ინგლისური თავისი ტიტრებით. მოიცნობთ, თქვენებად საინტერესოა. რამაც გავუძლებთ. გამოგზავნილი არის ლინკი, საიდანაც გამოგაჩა. დოროკბოქსია ესეთი სერვერია, რომელზეც შეიძლება დარეგისტრირდე და 2 გიგაბაიტამდე ინფორმაციას თავისუფლად ატვირთავ. და როცა და ვინდოს გაიგზავნე მე ლინკს გამოგიტვირთოს იქიდან, ახლა ვინდოუსით ხოლმე გავგზავნე 700 მეგაბაიტს. ეს არის იმის საშუალება, რომ 2 გიგაბაიტამდე ინფორმაცია გავგზავნო ადამიანს. იქ ატვირთავ 2 გიგაბაიტს ინფორმაციას მოწვევა, მეტი თუ ვიდა მე ფული უნდა გავიხადო. ხოდა მე გავგზავნე ის მისამართს და ის კიდე გადმოწევს იქიდან. ეს ლინკი არის გამოგზავნილი. ხოდა აი ამ ფილმში ესე იგი თავად გმირები არიან ქალები, რომლებიც არიან პარალელოგრამები, მაგრამ იმდენად თხელი პარალელოგრამები არ ჩანან. და ამიტომ მონაკვეთი არის, დანარჩენები სულ არიან კაცები. ესე იგი ტოლფე და სამკუთხედები, მერე კაცები, ტოლფე და სამკუთხედები, კვადრატები. ეხლა ცხადია გადავიწეთ, აი ქალიშვილის დაგრინება აქ არ ხდება, იქაც ქალები აჩენენ დააჩენ კვადრატებს რაღაცებს. ეს ხალხი პოტენციალურად დევს, ის რომ მან უნდა გააჩინოს სრულყოფილი რაღაცა. ის შემდეგ მოდიან კვადრატების მიერ წესიერი 5 კუთხედები, წესიერი 6 კუთხედები და ასე შემდეგ. თავად იცით რომ შვილი ერთი წახნაგით ყოველთვის მეტია მამაზე, ამიტომ სრულყოფილება იქნება ის, რაც უფრო ბევრი წახნაგი წახნაგია, ბევრი გვერდი გაქვს თანაბარი. ესმის და ესე იგი და ამას ქალები გაგეთებენ, არ დაგავიწყოთ, აქ არ არის ფაქტზე ამილად საქმე. მაგრამ ესე იგი ამ ქვეყანას მართალი წრეწირები, მაგრამ ესენი სიმბოლოში წრეწირები არ არიან ძალიან ბევრი, ესენი არიან ძალიან ბევრი გვერდიანი წესიერი მრავალკუთხედები, და ამიტომ ვერ აჩნევენ დანარჩენები ესენი არ არიან წრეწირები და მართალი წრეწირები. ესმის და ყველაზე სრულყოფილი ფიგურა არის სიმწრეზე წრეწირი. აბა როგორი არის წრეწირის სიმეტრიის ჯგუფი? ავიღოთ მისი ცენტრი. რამდენ გადაშენილი მატერიალით ამ ცენტრის გარშემო წრეწირიდან თავის თავს დავთვალე. რა? ნებისმიერ კითხვაზე. ანუ ესე იგი მინო რამდენი სიმეტრიის რამდენი შემოწმება ექნება მას? უსასრულო. ეხლა რომელი დიამეტრის გარშემო უნდა აისახოთ ის თავის შეერგოს. ნებისმიერი. ამიტომ სარგული ასახვით ნებისმიერი სარგული ასახვა, რომელიც ხორცებდება ცეფეზე, ამ ცენტრის გამოიწეფეზე, წრეწირის გადაგოს თავის თავში. ანუ წრეწირის სიმეტრიის ჯგუფი შეიცავს რამდენი ელემენტს? უსასრულო რაოდენობის ელემენტებს და ის არის ჯგუფი, ეს არის უსასრულო ჯგუფის მაგალითი. ესმით? კიდევ ერთი მაგალითი უსასრულო ჯგუფისა. ის შეიცავს ყველა შემოწმება ცენტრის გარშემო და ყველა ასახვას მისი ცენტრზე გამოვალი ჯგუფის მიმართ, ყველა სარგულ ასახვას. ახლა ჩვენ ესეთი კითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ, რომ აი აქ კომუტაციურობა ნახსენები არ არის. ანუ AB უდრის B-ას ეს პირობა არ არის მოთხოვნა. ეხლა ერთი დავალებას მოგცემთ კიდევ სახში, მეორე დავალებას. ასეთ დავალებას. შეამოწმეთ. ეს არის პირველი. მეორე. შეამოწმეთ არის თუ არა კომუტაციური
წესიერი მრავალკუთხედის სიმეტრიის ჯგუფი. აი შემოწმეთ სახში. არ არის ძნელი, აი ჩვენ ხო ვახსენებთ მაგალითები. უთმად გაგეთოთ ეს. ეხლა მოვიდეთ უფრო ზუსტად ჯგუფი სასრული, რომელიც არა კომუტაციურია. ჩვენ ეს ვისწავლეთ. გასვით ჩვენ ვისწავლეთ ჩასმები უმაღლეს ალგებრაში, ჩასმასაც ვეძახობით, თუმცა ემილირიგის ჩასმა რა იყო? ქონდა უნიცალი ნატურალური რიცხვი და ჩვენ ვწედით მის ნებისმიერ გადანაცვლებას. თქვათ A1, A2, AM, მაგალითად. აი თქვათ ესეთი რაღაცა 1, 2, 3, 4. არა? და თქვენ ესეთი გადაცვლება 1 გადადიოდეს 2-ში, 2 გადადიოდეს 4-ში, 3 გადადიოდეს 1-ში და 4 გადადიოდეს 3-ში. ხო? თქვათ კიდევ სხვა გადანაცვლება გვაქვს. აქ იყოს თქვათ ესე 4, 2, 3, 1. და ჩვენ განმარტებთ, როცა სწავლობთ უმაღლესი ალგებრას, სწავლობთ ასეთი ნამრავლი. აქ ისე 1, 2, 3, 4 და ესე ვჩერდით 1 გადადის 2-ში, 2 სად გადადის 2-ში, ამიტომ 2 დავწეროთ. 2 გადადის 4-ში, სად გადადის 4-ში, 1-ში, 1-ში გადავიდა, 3 1-ში გადავიდა, 1 4-ში, 4 4 3-ში გადავიდა, 3 3-ში, 3-ში. ეს უკვე გამრავლება. და ჩვენ თქვით მაშინ რომ ვილაპარაკეთ ეს ჯგუფი, აიცით აი ეს პირობა, ასეთი წესი გამრავლებისა განსაზღვრულ ჯგუფს. რა არის აქ ერთეული არის ჩასმა, რომელშიც ქვემოთ დგას ისე 1 2 3 ასე შემდეგ ენომები. ეხლა აბა შევამოწმოთ ეს არის თუ არა კომუტაციული. აი ჩასმები კომუტაციულები აღარ არიან. ეხლა თუ ჩვენ შემთხვევით არ მოხდა რომ გადავჯეროთ ეს დავწეროთ და მოვეს უნდა სხვა შედეგი მივიღოთ. თუ იგივე შედეგი მივიღოთ, ესე იგი შემთხვევის ამბავია მეც აღარ შევამოწმოთ. ესე იგი გადავწეროთ 1 2 3 4 4 2 3 1 აბა იცით გამრავლებას ვეძახით ამას. თუ ხომ არ შეიძლება ნებისმიერ სიმრავლეში მოქმედებას სხვადასხვა ერთეულის სხვა სახელი გამოიძებოთ, არა? წარმოგიდგენთ რომ ეხლა თქვათ ის რო იყო ტოგო სამკუთხედის სიმეტრიის ჯგუფში გამრავლებას დაუძახებთ ერთი სახელი. კვადრატის სიმეტრიის ჯგუფში მეორე სახელი დაუძახებთ. წერტილის მესამე და ჩასმებში მეოთხე, რამდენი სიტყვაც კი არ არის. ხო? ამიტომ სახელები ერთ და იგივე ქვია. ან გამრავლება, ან შეგრება. ამ მოქმედებებს შეიძლება ხანდახან ასეთი ახალი სახელი გამოჩნდეს კომპოზიცია, როცა ლაპარაკი არის ასახვებზე. უნდა სახელებს ხმარობთ იმას, რომელსაც ჩვენ მიჩვენებთ. ეხლა მეორე რა არის? მეორე 1 2 3 4 და 2 4 1 3. 4 1 3. აბა რა იქნება? 1 2 3 4. 1 გადადის 4-ში, 4 გადადის 3-ში. ნახეთ უკვე ერთიანი სხვა გადავიდა. ესე იგი რაც უნდა გავაგრძელოთ ეხლა. არაკომუტაციული არ მომჩნდა. ანუ ჩვენ თუ ჯერ ამას გავაკეთებთ ამაზე მივიღებთ და როცა პირიქით გავაკეთეთ, მივიღებთ სხვა ჩასმა. აქედან რა გამოდის? გამოდის რომ არსებობენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც არიან არა კომუტაციურები, ანუ რომლებიც კომუტაციურები არ არიან. ამიტომ ჯგუფებში აი ამ პირობას არ მოითხოვენ და მოითხოვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საჭიროა და თუ მოითხოვენ, ანუ თუ აი ამ სამ პირობას ამას მოეთხესაც მიუმატებთ, მაშინ ასეთ ჯგუფს ეძახიან კომუტაციურ ჯგუფს. კომუტაციურ ჯგუფს კიდევ ერთი სახელი აქვს, ეს არის აბელური ჯგუფი. მაგრამ ამ შემთხვევაში აბელი თვითონ რამეს შინაარსობრივი სიტყვა არ არის, შინაარსზე, იმიტომ კი არ ქვია, რომ აბელი რაღაცას ნიშნავს შინაარსით. აბელი იყო ერთ-ერთი დიდი მათემატიკოსი 28 წლისა გარდაიცვალა.
და უდიდესი კვალიფიკატორია მათემატიკაში და მის საპატივცემულოდ ამ ჯგუფს კომუტაციური ჯგუფებს ეძახიან აბელურ ჯგუფებს. აბელი. კაინი და მეორე ზარქვა აბელი, ხო? ისე იმ აბელის საპატივცემულოდ კი არ იყო, რომელიც ძმა მოკლა. არამედ სხვა ნილსენ აბელი თუ მოგონი ნილსენი ერქვა შეიძლება აბელის თუ პირიქით აბელი ერქვა ძმობილი გვარი ყოველი სახელი. აი აბელის საპატივცემულოდ ეძახიან ამას სახელს აბელის ჯგუფი, აბელური ჯგუფი შეიძლება იყოს. მაგრამ მეცნიერებაში ეს არის ისეთი თუ შინაარსობრივად გინდა დაარქვა სახელი, ამას ქვია კომუტაციური ჯგუფი. აი ეს არის კომუტაციური ჯგუფი. ახლა სამწუთი დაგჭა, მე ვიტყვი კიდევ პატარა ცნობასაც დღეს დავამთავრებთ ამითი. ცედი ჯგუფის მერე მოდის ცნება ქროჯგუფი. ქროჯგუფი არის ჯგუფის ისეთი ქვესიმრავლე, რომელიც თვითონ ჯგუფია. აი მაგალითი მოვიყავ. ავიღოთ ტოლგო და სამკუთხედის სიმეტრიები და განვიხილოთ ქვესიმრავლე, რომელიც შედგება პირველი 3 გარდაქმნისაგან. ერთი არის იდილური გარდაქმნა, მეორე 120 გრადუსზე მოტრიალება და მესამე 220 გრადუსზე მოტრიალება. ეს არის თვითონ ჯგუფი, იმიტომ რომ ნახეთ თვითონ ისინი ერთმანეთზე გაამრავლო მიღებას 120 გრადუსზე შემოტრიალების თუ გამრავლებ 240 რას მიიღებ? იდილურ ასახვას. თუ 240 გამრავლებ 120-ზე თუ 120 გამრავლებ 120-ზე 240 მიიღებ. თუ 240-ზე გამრავლებ 120 მიიღებ. ესმით? იმიტომ რომ 240-ზე ეს არის 480 გრადუსით შემოტრიალება. 360 გრადუსით შემოტრიალება იგივეა რომ მაგნიზები გავიხარ. ხო? ესე იგი 360 გამრავლება გადააგდეთ. დაგჭირდა 120 გრადუსი. ესე იგი აი ეს ამ სამი ელემენტისაგან შემდგარი ქვესიმრავლე არის ქროჯგუფი. კიდე რომელია ქროჯგუფი? აი ავიღოთ მაგალითად ერთეული და სიმეტრია რომელიმე როლის მიმართ. ეს არის ჯგუფი, იმიტომ რომ ამ სიმეტრიას თავისთავად თუ კიდე დაიმერებ რას მიიღებ? იდილურ ასახვას. მოხერეთ? აი თქვა, ავიღოთ სიმეტრია ამის მიმართ. თუ თავისთავად გამოვიდ რა არის? თუ ერთხელ მოახერხებ დააკეთებ სიმეტრიას C-ში, მე კიდე დააკეთებ სიმეტრიას A-ში. იდილური ასახვა. ესე იგი, აი მაინც რა დაიგვიდეთ ტოფე და სამოთხეზე გადავიდეთ. რისგან შედგება ეს? შედგება ერთეული იდილური ასახვა და სიმეტრიული ასახვა როდის უნდა? სიმეტრიული ასახვას ისთვის ესე ის სარგისებრი ასახვას ორელს. ისთვის აქვს რომ თუ მას ორჯერ გააკეთებ უდრის ერთს, იდილური ასახვას უდრის. ამიტომ ამას კიდევ რომელიც ჯგუფებია, ქროჯგუფები. ერთეული და ერთის მიმართ ასახვა, ერთეული და ორის მიმართ ასახვა და ერთეული და ერთ-სამის მიმართ ასახვა. ნახეთ, აი ამ ჯგუფს ქონია ქროჯგუფები. ჩვენ ამან ქროჯგუფები უკვე 4 ქროჯგუფი ვიპოვეთ. სხვებიც არის. მოგეთ, მაგრამ 4 ქროჯგუფი ვიპოვეთ. ეხლა მაგალითად დავუგონდეთ უფრო ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ შედეგებს. ესა მაგალითებს, თქვა თელი რიცხვებს. შედეგის მიმართ ამათ აქვთ ქროჯგუფები? აქვთ ქროჯგუფი. რომელი? ეს ისაა ჩვენ. მაგრამ ცოტა შორეულ თარიღებზე დალებებული ჩვენს მეხსიერებაში. ნებისმიერ რიცხვი ავიღოთ მთელი და მისი ჯერადები. ეს არის შედეგის მიმართ ჯგუფი. იმიტომ რომ თუ ორი რიცხვი ეზე იყოფა, ორი რიცხვი მათი ჯამი დაიყოფა იმზე. კი, ესე იგი თუ აი აქ ჩვენ შედეგას მოვახდენთ, ისევ სადავჭერით. ეզეში დავჭერით. ნები ნული არ შედის აქა. ნული. შედის, იმიტომ რომ ენი გამოვებული ნულიზე. ენი გამოვებული ნული იყოფა იმზე. ამიტომ ეს ნული შეიცავს. ამიტომ ნულიც ქონია. თუ რაღაცა რიცხვი იყოფა იმზე, მისი მოკიდებელი იყოფა იმზე. კი, თელი რიცხვი. ესე გასაყოფილად, ყოფილა ჯგუფი.
კიდევ მოცეთ მესამე მაგალითი ამით დავალებაც. გაკეთებული გვაქვს მესამე. დაამტკიცეთ რომ ზების ანუ მთელი რიცხვების ნებისმიერი ქვეჯგუფი არის nz რომელიღაც n-ისთვის სადაც n-ი ეკუთვნის ისევ z-ს ანუ n-ი არის მთელი რიცხვი ეს დამტკიცეთ. Καλή, πάμε τα βαντάδε ჩვენ აბა დროებით